ზიო, ეხლა ვფიქრობ, როგორ შემიძლია დავბრუნდე YouTube-ზე, როდესაც 4 თვე არაფერი არ დამიდია და არაფერი არ მithkomს. არ ვიცი, Core X Genshin როგორ ახერხებს ამას, მაგრამ და ვერ ახერხებს. არასდროს არ აქვს ხოლმე პასუხი, რატო ქრება და რატო მიდის და რატო მოდის. ცოტა რგავს გავართ. ხო, ესე იგი 4 თვე არ დამიდია ვიდეო, რაც მე მგონი ყველაზე დიდხნიანი პაუზა იყო, რაც ოდესმე მე გამიკეთებია YouTube-ზე. მიზეზის რაც შეეხება, ყოველთვის გვაქვს ესე იგი YouTuber-ებს burnout-ი. ჩემ შემთხვევაშიც იგივე მიზეზი იყო, არ იყო რაღაც სხვა კონკრეტული მიზეზი. ზოგი ზახდა ჯარში რომ გამიწვიეს რაღაც მსგავსი, რაც საინტერესო მიზეზი არის რა, რომ ხო, შესაძლებელია რაღაც მსგავსი მიზეზის გამო დამეტოვებინა YouTube-ი და ხო, არ იყო ეს შემთხვევა, უბრალოდ მქონდა ესე იგი burnout-ი YouTube-ისგან, როგორც იცით ძალიან დიდი ხანია YouTuber-ი ვარ, სადაც 2013-ში გავაკეთე ეს არხი და მანამდეც კი ვდებდი რაღაც სისულელო ვიდეოებს. 10 წლის განმავლობაში ასე თუ ისე აქტიური ვიყავ YouTube-ზე. რა თქმა უნდა, ბოლო წელს თუ არ ჩავთვლით, ბოლო 5-6 წელიწადს, ჩვეულებრივად თითქმის მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში, 1 თვის განმავლობაში რაღაც ვიდეოს მაინც გთავაზობდით, მაგრამ ხო, ეს იყო მოკლედ ჩემი ყველაზე დიდხნიანი პაუზა, რაც მე გამიკეთებია YouTube-ისგან და იმედია აღარ გაშორდება. არ გავწელავ ესე იგი ამ საუბარს, მართლა არ იყო რაღაც დიდი კონკრეტული მიზეზი. ყოველთვის არის შემთხვევები, სადაც YouTuber-ებს გვაქვს ეს burnout-ი, ვინც არ იცით არ გაგიათ ეს რას ნიშნავს. იგივენაირად დაღლას ნიშნავს burnout-ი, შეიძლება რაღაც საქმეს აკეთებდე და დაგღალოს ამ საქმემ და უნდა იყო რაღაც შვებულება, ხო? რომ ცოტა ისე მოხვიდე აზზე და გააგრძელო ესე იგი ეს საქმე და ხო, იგივე შემთხვევა იყო ჩემ შემთხვევაშიც, გადავიწვი ესე რა ვთქვათ YouTube-ისგან რაღაც პერიოდით და ხო, ეს რაღაცები მქონია აქამდეც რაც YouTube-ზე ვარ, მაგრამ ხო, ეს ბოლო პერიოდი როგორც ჩანს ყველაზე კრიტიკული იყო რა ამ შემთხვევაში. მაგრამ რაც თავარია, ესე იგი ეს პრობლემა, დიდად პრობლემას აღარ წარმოადგენს ჩემთვის. ყველანაირად ვეცლები, რომ ისე აქტიურად შემოგთავაზოთ ვიდეოები, რა თქმა უნდა, ამაზე мотиваციას მოცემს თქვენი მხარდაჭერა, თუ დატოვებთ ლაიქს ნებისმიერ ვიდეოზე და მანახებთ ამ მხარდაჭერას და მონატრებას, ესე რომ ვთქვათ. და ამით მხვდები, რომ გიხარიათ რა ჩემი დაბრუნება. ძალიან ბევრი კომენტარი ვნახე და ამასთანავე მოთხოვნებიც, რა თქმა უნდა, რომ Instagram-ზე იქნებოდა YouTube-ზე სადაც არ უნდა იყოს. რომ დავბრუნებულიყავ YouTube-ზე და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ესე გადარდებთ, ესე რომ ვთქვათ, ჩემი მდგომარეობა და როგორ ვარ და ასე შემდეგ. და მიხარია, რომ ეს აუდიტორია გემდე მომყვება ესეთი დიდი მხარდაჭერით, იმიტომ რომ როგორც თქვი, ამდენი წელია YouTube-ზე ვარ და მიხარია, რომ ესე რომ ვთქვათ, არ მოგბეზდა ჩემი მახინჯის სახის დანახვა თუ რავი, რაც იქნებოდა რა. და ხო, მადლიერი ვარ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რაც არ ვარ YouTube-ზე, მე მგონი, სადღაც 2000 თუ 3000 გამომწარი მომემატა, რაც კიდე ცალკე თემა არის, რაც ძალიან გამიკვირდა, არ მოველოდი, რომ ვიდეოების დადების გარეშეც მოგვიმატებოდა აუდიტორია ნებსისები. და ხო, მინდა გითხრათ, რომ მადლიერი ვარ თითოეულ თქვენგანით, ვინც დამელოდა, ვინც ხარს მიჭერდა და ასე შემდეგ და ყველანაირად ვეცდები, რომ ეს დაბრუნება იყოს საბოლოოს ვერ ვეთქვი, იმიტომ რომ რაიც რა მოხდება ხო მომავალში ვერ გეცოდინება. მაგრამ ხანგრძლივი რა, იმიტომ რომ ხო პაუზები ყველას გვაქვს YouTuber-ები იქნება თუ რავი რაც იქნება, ნებისმიერ საქმეში ჭირდება რაღაც კონკრეტული პაუზა და ხო, ოდესმე ალბათ მექნება იგივენაირი პაუზა თუ არა, რაღაც პაუზა მაინც, მაგრამ ხო, ამ შემთხვევაში ეს იყო 4-ხვიანი პაუზა და წესით საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ისევ დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმეს. რა გამოტოვე რაც წასული იყო, არ ვიცი, brain rot-ი, იმედმა გააკეთა ამ brain rot-ზე კიდე ვიდეოები, რაც მე ვფიქრობდი მე გამომელია თქო კონტენტი და არ ვიცი რაზე გადავიღო თქო ვიდეო და იმედი კაი, ხო კიდე brain rot-ი, ეგ ამბავი, არ ვიცი, ძალიან ბუმერი ვარ მოკლედ. ერთ სიტყვით TikTok-ს თითქმის საერთოდ არ ვიყენებ. რამოდენ ვიდეო დავდე გახსოვთ, ეგ იყო და ეგ და ცოტა ხანით შეიძლება გავსროლო ხოლმე 1-2-3 დღეში. მოკლედ ძალიან ბუმერი ვარ. თქვენ დახმარება მჭირდება. ჩამიგდეთ კომენტარებში რაზე გადავიღო ვიდეო, რა არის ტრენდში ახლა, რა გაინტერესებთ. ვიცი რომ გამოვიდა Five Nights at Freddy's თამაში. მაგ შემოდენიმე საში თამაში შემონახული, რაც ხო როგორც ნახე რომ ძალიან პოპ ტრენდში არის. ისო და ისო თქვენ დახმარება მჭირდება, დაწერთ კომენტარებში რაზე გადავიღო ვიდეო. ეს არ არის იმისთა რომ კონტენტი გამომელია და არ ვიცი რაზე დამეხმარეთ, მიშვალეთ. ხო, ნემს მერსი. აუცილებლად დაბრუნდება და კომენტარებში გქონდეს დისკუსია, როგორ ხართ მოკლედ რა, კომენტარებში დაწერეთ, რა გამოიარეთ. ზოგი სკოლას მორჩით ალბათ, ბოლოზარები და გამოცდებიც უნივერსიტეტში წარმატებას გისურვებ. მეც მქონდა ხო გამოცდები მქონდა მოკლედ უნივერსიტეტში და მაგის გამო არ ვიღებდი ვიდეოებს. ეგ არის, მოვიფიქრე. ეგ იყო მთავარი მიზეზი.
რა ძალიან ბევრი იდეა მქონდა კიდე რაზე მე საუბრა ესეთ ვიდეოს თუ გავაკეთებდი ძალიან მალე და ეს იდეები აბსოლუტურად გაქრა ხა ჩემი გვამებიდან 100-ზე რომ მეტი რაზე ვისაუბრო უბრალოდ ეს იყო ჩემი აპდეითი რომ დავბრუნდი YouTube სივრცეში გვანდა GameStream-ის წარუმატებებს და დატოვეთ ლაიქი თუ გინდათ ვიდეოები საერთოდ და არ ვიქცე ამერიკელ მამად რძე მაქვს ისე მოსატანი რომ რამე წავიდე ოკეი და თუ დაალაიქე მაშინ ხო კაი იყოს ჩანდა თავჩები გვანდა GameStream-ის წარუმატებებს და ნახავთ ესე იგი ძალიან მალე ახალი ვიდეოთი. ბაი, გერდა. ბაი, ანუ დიდი ხნით არა, დროებით. 1-2 დღით და დაიდება შემდეგ ვიდეო. დავბრუნდი.